უკანონოდ მითვისებული 4.094,249 ლარი და სახელმწიფოსთვის მიყენებული დიდი ოდენობით ზარალი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროკურატურასთან ერთად დიდი ოდენობით თაღლითობასა და თაღლითობაში დახმარებისთვის შეპესე ბიპი ტრანსისა და საზედამხედველო სამსახურის 4 წარმომადგენელი დააკავა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელზე და ყოფილ დირექტორზე კი ძებნა გამოცხადდა. ბიჭიკო პაიკიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებამ საქმე ეხება 2021-2022 წლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყვებით დაუფლების ფაქტს, რომელიც სონდში სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას უნდა მოხმარებოდა. შეპესე ბიპი ტრანსის 100%-იანი წილის მფლობელი ბპ, ამავე კომპანიის დირექტორ ვკ-ს, კომპანიის თანამშრომელ იჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გკ-ს, რფ-ს და იგ-ს დახმარებით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4.184,249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ გამორიცხავენ, რომ ბიუჯეტიდან 4 მილიონის მოპარვის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ბრალდებულების უფლებადამცველებს კი დეტალებზე საუბარი უჭერთ. კომპანიის მფლობელის ადვოკატს საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია ჯერ არ ქონია და არც საქმის მასალებს იცნობს. აღიარებს თუ არა ბრალს პაიკიძე და როგორია მისი პოზიცია ჯერჯერობით ისეც უცნობია. რაც შეეხება ბიპი ტრანსის მენეჯერს, იოსებ ჭანჭელეიშვილმა ადვოკატს უთხრა, რომ უდანაშაულოა. მასალები, რაც უნდა იყოს თუნდაც მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის მომყარებელი, ფიზიკურად არ ქონია ჯერ, არ გადმოგცემია. აქედან გამომდინარე, შეგნებულად თავ შევიკავებ დეტალებისგან, მაგრამ მე ახვე თუნდაც იმ საწყისზე რა საუბარიც მოგვიწია მე და ბატონი იოსებს, მყარად ვარ დარწმუნებული მის უდანაშაულობაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, საქმის მასალების შეადგენს დაახლოებით 20 წამს, როდესაც ბრალი წარედგინება და საქმის მასალებს გავეცნობი, აუცილებლად მოგახსენებ პოზიციას, რაც შეეხება უშუალოდ მასთან არ მისაუბრია, შესაბამისად მისი პოზიციაც ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილი არ არის. ყვალიქნება ბრალის წარდგენა და ამის მერე ვისაუბროთ. ბნელ ოთახში აპირებენ შავი კატის დაჭერას. სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლაში რომ უკომპრომისო იქნება პრემიერ-მინისტრმა ეს დღეს კიდევ ერთხელ თქვა. ბიძინა ივანიშვილის დაპირება გაიხსენა და მისი შესრულების პირობაც დადო. თუ არის კონკრეტული ეჭვები, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიზრას, ბრალის აღენება უნდა მოხდეს, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ. ასევე მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2 წლის წინ ეს ხო თუ არ ვცდები 2023 წლის დეკემბერი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, მნიშვნელოვანი მინიშნებით მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით. რასაც დღეს ხედავთ, ეს არის ზუსტად იმ განცხადების გამოხატულება და გაგრძელება. მას შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ზომების მიღება იმისათვის რომ აღმოიფხვრას კორუფცია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარის მოპარვის საქმეში მტკიცებულებების 20 ტომი დევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.